გავაჯობათ. ნახეთ, რა განახოთ, ეს ხო არის ერთი. ნახეთ, რამდენი შემოვიტანე. ეს არის, იცი რომელიც არის ცხი? 3 დღეა დავფენ, გაწვიდება გადმოვფენ. დავფენ, გადმოვფენ. აი ეს ხარ დავჯდები მე. და გადავახარისხებ, რომელს უნდა გაუთხოვება და რომელს არა. დღეს საჭმელს არ ვაკეთებ არაფერს, საერთოდ დილით გავაკეთებ იმას, რომ ხოლე დაბუტო, რამე წვნიანს ვფიქრობ, იმიტომ რომ ამან წვნიანი უხდება. ესე იგი, რაღაცა ვიდეოს ჩაწერა მინდოდა რამდენი ხანია. რამდენიმე დღეა პრინციპში რა. ეს პირშაცმები გარეთ უნდა დავკიდო. არ არის დასაკეთი. ანუ ზოგადად სულ ეს შეგრძნება მაქვს ხოლმე სულ რომ ამ თემასთან დაკავშირებით რომ ანუ რატო არ აქცევენ ყურადღებას რა თვითონ ესენი ვინც აკეთებენ გოგოები თუნდაც პატარძლები. თემა რა არის? აბა დღევანდელი დღის თემა თუ მიხვდებით. მე ვიდეოსაც განახებთ. რავი შუაში თავში ბოლოში არ ვიცი საჩაოს ორი ვიდეოს, მაგრამ მინდა განახოთ ვიდეო რამაც თლად გადამაწყვეტინა რომ ჩამეწერა მსგავს თემაზე ვიდეო. თან დავკეცავ რა, ანუ გადავახარისხებ დასაუთოებელს და ეს კაი ნესტიანი ისე რომ უთოს ორთქლი აღარ უნდა. ანუ მესმის რომ ეს დღე არის პატარძლების ხო ჩვენი ვეწყო ვიყავი ოდესღაც. ხო და მე რო წაველი რა ქვია, კაბის ასარჩევად ვიქირავე მარჯანიშვილზე რომელიღაცა მაღაზიაში ვიქირე ხა ყიდვით რა თმინდოდა. ხო და ლაშაც იყო წამოსული. ვაიმე ის რო ვაიმე სიძემ არ უნდა ნახოს დააწუდის ნიშარია და რაღაცა გადავახტით მაგ მომენტს. ხო და მოკლედ ასარჩევად რო ვიყავით და რაღაცა მე არასოდეს არ მომწონებია მარტო კორსეტიანი კაბა, იმიტომ რომ აი თუნდაც წვრილი ზოლი უნდა ქონოდა რა. იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემთვის არაპრაქტიკული და არაკომფორტული. ხო და ვეძებდი მასეც და ამ გამყიდველმა გოგო მითხრა რომ მოდიო რა. ერთი დღეაო და შენ თავსო გაუწიეო ისო რომ როგორიც გინდაო ანუ იცი როგორ რა შემატყო რომ ანუ არ ვიღებდი ამ მოღლეტილებს და რაღაცა. აუ ნუ იმას იზავო შენო რა კაცო რა ბრეტელი გინდა რაღაცაო მოდიო ერთი დღეო ეს დღე არის შენიო და შენ თავსო მოუწყეო დღესასწაულიო და აირჩიო კაი ესეთი ტიტლიკანა კაბა რა ესე ვთქვათ. ეს რა არის კაცო? ეს ხო გავაუთხოვე. საიდან მოხვდა ისევ აქ? და შარვალია ხო? ტკინა დავეჭე. ხო და მეთქი არა. მარტო ერთი კაცი მჭირდება, მაგრამ ანუ სულ მგონია რომ ეს ხოდში შეგიმჩნევიათ ეს კორსეტი აქედან, კორსეტი ახლა იმით ამოვიჩაჩე. რო ისა ვიღაცა გიწევს. ხო? ესე აქაჩვით. ვიღაცა გიწევს კი რო იწევენ. ანუ ერთი კაცი მაგისთვის გინდა რა, ანუ და ცეკვაზე დაიტანჯო ანის და კიდე ერთი თემა ის რომ ჯვრის ძირითადი ნაწილი ხა პატარძალი რო ხარ და ქორწილი რო გაქვს არის ხოლმე რომ ჯვარს არ იწერენ რაღაცა მომენტში ხოლმე და მარტო ჯვრის ის არის ხოლმე ქორწილი და მე გადადევენ ხოლმე ძირითადად ხო არის ხოლმე ჯვრის წერაც და ელემენტარულია ეგ კიდე რომ ეკლესიაში შედიხარ შიშველი რა ზოგს აქვს ხოლმე კი არა წამოსხმული მოსაცმელი ძალიან თხელი აი ფატალის ნაწილის აქვს ხოლმე მოწ ხო რა ნუ მოკლედ მაგრამ ამ ბოლო ხანებში რასაც ვატყობ პატარძლის კაბას ზედა ნაწილი აღარ აქვს ანუ აქ არის კორსეტი ხო უნდა იყოს აქამდე კაი აქამდე რაკამდე ანუ ასე რაღაც კიდე ვისაც მკერდია რა აქ კაი ვისაც აქ
ხო და იმ ვიდეოს განახებთ რა რაზეც ვლაპარაკობ მე და თქვენ თვითონ ნახავთ. თქვენ თვითონ დაიშოკებით რა პრინციპში. აი ესეც ნესტიანია. დასაუთრებელია ბარბარეს მაიკა. ხო და ანუ რატო გოგოებო რატო მოგწონთ ეგეთი ის მესმის რომ ლამაზია აი მე არა გადავჭერ თამაში წავიდნენ ბავშვები არა მე არ მესმის რომ რაღაცა ხოლა აი ძალიან ბევრჯერ მიუხედავთ იმისა რომ მე თვითონ არ მომწონს ეს ანუ კორსეტიანი ტიტულამხრებით კაბები აი ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრზე მომწონებია გამხდარ გოგოზე ეს ანუ საკმაოდ დაცულად რა დაფარულად აქვთ და უხდებათ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვულგარულად თუ ბულგარულად რა ვიცი როგორ აქვია მაგას არ გამოიყურებიან და მასეთი სტილის არ ვაცვიათ ხოლმე ჯვრის წერაზეც მინახია რომ შემოსაცმელები და რაღაცაქვთ ანუ რაღაცა ვერ არის მაგრამ აი ვინ ცოტა ეხა ვიღაცა ამბი რომ დაწეროს რომ აიო წონაზე ვაკეთებ აქცენტს არ ვაკეთებ წონაზე აქცენტს საერთოდ გავახსენდი ჰაუ ვიმი რა გული გამიხეთქე შენ უარესად დაიყვირე მოხვედი სახში არა გოგო მე მეგონა არა სახში ვარ მაგრამ შენ მომწერე ისა და შენ როცა გინდა მოდი რა მოგწერო ან პირადი ნომერი ან ანგარიშის ნომერი ან შენ ტელეფონის ნომერი არა სადამ ამოხვალ მანამდე უნდა მომწერო ხო თუ არა და იმას მივწერ ვისაც ლაივში ჩაურიცხე და გადმომიგზავნე შენი ანგარიშის ნომერს თავისუფლად გავიგებ ალიქა უშველი რამე. კაროჩე როცა გინდა ამოდი მე სახში ვარ. ხო და თავარაუდე ჩამოვაცხდით როგორც გინდა უბრალოდ შენ მომწერე. ხო და კიდე როგორ ჩავხსნე წამოვიღეთ გახერებულმა ვაი მე არაფერს არ დავახატებ კაცო წამოიღე დააწერე მარტო არაფერი აღარ უნდა სხვა წამო. დროზე ყავა ღამის 9 საათზე როგორ დავლიო ყავა დაძინება არ მინდა. ჯანჩე დაგეწოს კარგი ხო როცა გინდა ამოდი მაგრამ მომწერე ის თორე თუ შემოგიშო შენ შიგნით რა კარგი მიდი ხო თვითონ დამირეკა და არამცალია მე მეუბნეო წადი მიდი ხო მოშორდი კარგი მიდი ნინო ტორტი უფროსი სადაც მუშაობდი ხოლმე ტორტი შეუკვეთე ხვალე მიმაქვს სამსახურში ხო გითხარით და ცოცხალი თავით ანგარიშის ნომერს არ მწერს. ესე იგი მესენჯერში 2 წლის წინანდელს აყევი რომ ეპოვა ვერ ვიპოვე. მაინც ვიპოვი და გადავრიცხავ. ხო და დამავიწყა რაზე ვლაპარაკობდი. ხო ანუ იმაზე არ ვაკეთებ აქცენტს რა და არავის არ ეგონოს რომ აი მე ან მსუქნებს წარმოყარს წონიანი ადამიანი ცოტა ფუმფულები რო არიან უი როგორ შეიძლება და რაღაცა ყველა ინდივიდუალურია რაღაცა მაგრამ არ უხდებათ რა აი რა დამეთანხმებით ძალიან ბევრჯერ შემხედრია თუნდაც Facebook-ზე ქართველების ხალხის ცხები რა შემიძლია ან ფაქტიურად კორსეტიც განახევდა ან კორსეტიც ხო კორსეტია ეგეც განახევდა ნენელა აკლდება ალბათ რამდენიმე წლის მერე მარტო ქვედაბოლო იქნება და აქ იმერ დაიკრავენ რა ქვია თეთრ ლენტებს რაღაცებს ავიცი ეს ბარბარესია აი ხა განახებთ ვიდეოს აქ რომელიც წუთია 10 წუთია დაახლოებით ჩავსვავ ვიდეოს რაზე გელაპარაკებით და ეს არის ერთ-ერთი შოკის მომგვრელი კადრი და ერთ-ერთი რა ქვია იმას მომენტი როგორი ქრისტიანი როგორი არ უნდა შევიდეს ტაძარში პატარძალი
არ ვიცი. ოღონდ ამ მღვდლის ადგილას რო იყო გამოვაგდებდი, ოღონდ მართლა. აი ხა უყურეთ ვიდეოს და მე დაგიბრუნდებით. სულ რამდენიმე წამიანი ვიდეოა. ნახეთ? აი ხა მიხვდებოდით რაზე ვლაპარაკობ რა? კორსეტიც კორსეტი. ხო? კორსეტიც კორსეტია. რაც ეგ კორსეტი აღარ არის, ეგ არის ქვედა კაბა. ხო, ქვედა კაბა. სხვა აღარ არის. სიძე იხჩვება შარვალ კასტუმით და ბაფთით, თუ რა უკეთია. ანშტუხი თუ ბაფთა, აღარ მახსოვს. და ეს ან არ გეცოდებაში საწყალო რო გაგიცივდე ეს, ან რა ვიცი. ქმარზე ვამბობ რა. ხო ცოდო ხარ არა, რო გაგიცივდეს ცოლი. კერდის ანთება რო დაებართო. სად ვიდიხარ მე? როგორ შეიძლება ეგეთი რამე, რა ვიცი, და უბედურობა ვარ. იტყვი რამეს და იოდა ჩამორჩენილი ხარო, ეგავ ევროპაო, არ არის ევროპა. იმიტომ რომ კომენტარებში რო ჩავყევი, ზუსტად ევროპელობაზე იყო, რომ ანუ რა გინდაო, რა დამთ რომელი საუკუნე, ანუ სადღაც მე ვერ მოვესწრები, მაგრამ თქვენ ხომ მოვესწრებით 22 საუკუნეს. ალბათ 22 საუკუნეში ანუ ნახე რას ვაკეთებთ. განვითარება ხომ მიდის ის ქვის ქვახანიდან რო წამოვედა ფოთლების ხანიდან. განვითარდით. ეხლა ჩამოვითარების გზაზე ვართ რა, ანუ ისევ დავბრუნდებით, იმიტომ რომ გადავდივართ იმაზე, რამდენ საქმე თქვა, აი გულზე ხელი დაიდე და თქვი, ჩემი სხეულია და მე ჩემს სხეულს სტრესში არ ვამყოფებ. ანუ რო გაიკეთონ ლიფი რა ქვია მაგას კულტურულ ენაზე დამავიწყდა, მაგრამ ზუსტად ვიცი მაგას შეცდობით ვიტყვი. ამიტომ ეგრე ვთქვათ. მართლა ეგრე არის. ანუ სტრესს არ განვიცდით. ცოტა ხანი ავიფარებთ ფოთლებს. მერე ფოთლებისგან დაგვესუსხება. იმეებზეც მომიხსნით. კაი რა. ყველაფერს ხო აქვს თავისი ეთიკა, ესთეტიკა, ხო გამოვედით ქვის ხანიდან, რატო ბრუნდებით იქ? ლაზათი აღარ არის. აი ხა ერთ რაღაცას მოგიყვებით. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი შარშან, რამდენიმე ხნის წინ ტყუილს გეტყვით. მეტროში, რა ხა მე ხო იცით მეტროში ვცხოვრობ. სადმე რომ მივდივარ მეტროთი მივდივარ. ძირითადად სულ. ხო და? ანუ დგავარ და მართლა ვაკვირდები, ალბათ სადღაც 30 კაციდან, ბიჭებს არ ჩავთვლი, რაღაცა, თქვა ჩავთვალოთ, რომ 15 იყო გოგო. ასე, გავყოთ. გებიძები იმ 15-დან 13-ს არ ეცვა ლიფი. ეხლა ვიღაცამ არ დაიწყოს, რას აკვირდებიო. საერთოდ არ სჭირდება დაკვირვება, როდესაც გაცვია თხელი რაღაცა გამჭვირვალე, ან ატლასის რაღაც, ეხლა ძალიან კარგად იცით, როგორ ეტყობა მაგ ყველაფერს. ზოგი მარტო იყო. ზოგი, რავი, შეყვალებულები იყვნენ თუ რა იყვნენ, გვერდზე ედგნენ. ანუ მითხარით, ეგ ლამაზია? თუ მე ჩამორჩი. მართლა შემრცხვა. იმიტომ რომ იმ 15-დან ამის მე ვხარი, მე რაღაცა და ანუ თავი ვიგზე დაჩაგრულად რა. მარტო მე მქონდა სხეულის სტრესში. მაგარ სტრესში იყო. კაი რა ხარ ხმოდა. მართლა კაი რა. სახში ვინც არ ხედავს, გინდა ნიფხვითი არის და გინდა უნიფხოთ, მაგრამ კაი რა ხალხში გადიხარ და იმის მაგირად რომ თვალებში უყურებდნენ. აი რო ელაპარაკებდა თვალებში გინდა უყურო ადამიანს, უყურებ. ხო, უყურებ.
დროისინი გელაპარაკებია. ანუ აქ პატარძლებზე არ არის მარტო რა. პატარძლებზეც არის, ხო? მე რა რო თქვენი არის, მე რა რო არავინ არაფერს არ გეტყვით და რაც უნდა გის ჩაიცოთ, ხო, რაც უნდა იცით. ეცადეთ ხოლმე რომ ზედა მხარეც აღქონდეს იმას. ზედაც. მე გეხვეწებთ ახლა ვინც მაგალითად მე არ მეთანხმებთ ახლა მე არ ვამბობ რომ ვინმე და მეთანხმება. ეს არის ჩემი აზრი. თუ არ მეთანხმებით თქვენი აზრი დააფიქსირეთ კორექტულად და ნამდვიჯერი არავინ არ გეჭხობებათ. არავინ არ გაგლანძღავთ სხვა აზრის გამო, იმიტომ რომ ეს ჩემი აზრია და ვფიქრობ რომ ძალიან ნორმალური აზრია. იმის მიუხედავად რომ საუკუნეები გადის და რაღაცა არ უნდა გავცხოველდეთ რა. ცხოველიც კი ბუნებრივად ბეწვით არის დაფარული რაღაცა და რაც ჩვენ მოგწ აღმერთება დაიფარე და გადიქალო ისე. ცოტახან შეიძლება ძაღლი გავიდე და ბეზაპასნით დავხვდეს ეგ ტუპი. რო სტრესში ვარო მითხრას. მითხარით ახლა რა გავაკეთო? ჰა? ანუ ცხოველები ხო არ აკეთებენ ეგეთ რაღაცას. ჩვენ ცოტა შეგნებულები ვართ ცხოველებთან შედარებით. ძალიან ბევრ შემთხვევაში ცხოველები ჯობინია ხოლმე, მაგრამ არა. ნუ მაკიაჟზე აღარაფერს არ ვამბობ და აზრიც არ აქვს, იმიტომ რომ ეგ არ არის მაკიაჟი, რასაც მოსახლეობა ხმარობს. შენი ჭირიმე პირი დავიბანო და იმდენი რამე წავისვა ძილის წინ. შარატიო, ისაო, მკვებავიო, ამის მკვებავი, იმის შენი ჭირიმე რა. ხან ისე მეზარება პირი დავიბანო ხოლმე, ახლა შრატები და ზეთები მასმეინე. ნუ ეგ კიდე ჯანდაბას ზოგს მშრალი კანი აქვს, ზოგს პრობლემული კანი აქვს და შესაბამისი სამკურნალოებს არ ვამბობ არაფერს. და კიდე მეორე დღისით რო გათენდება და ელემენტარული ტუალეტში არ მიდიან იმის რომ ან დილით რო სხვა ადამიანი იღო-იძებს და შუა დღით რო სხვა ადამიანი, იმიტომ რომ მაკიაჟი კი არ უსვია, რემონტი აქვს სახეზე გაკეთებული. და ეს პლასტიკური ოპერაციები ჩემი თემუს ინკუბატორივით სულ ყველა ერთმანეთსა გვანან. ჩემთვის ყველა პლასტიკური ოპერაციით გამოსული ან კესარია, ან მინდა გარდაცვლილიზე ვთქვა, ანუ არაფერს არ ვამბობ, უბრალოდ მიმგვანებით ცდილობენ ხოლმე რომ მიემგვანონ, ან მეგაშვილი. და ვიღაცას ძალიან სულ უცდება ხოლმე ეს ლოყებიც არ კი აქვს. ნიკაპიც არ კი აქვს, ცხელი ხო კრუგზე აქვს წასული და რაღაც საოცრებებს აკეთებენ, რომ თავიანთ ლამაზ ვიზუალურს გონია რომ ალამაზებენ, მაგრამ ამახინჯებენ რა თქმა უნდა. ეხა ვისაც კიდე გონია რომ რამე ოპერაციაზე მაქვს ლაპარაკი, არა. ანუ ის რომ იქნება ადამიანს, იყო შემთხვევა ამ თემაზე ვილაპარაკე და გამოხდა ერთი. იქნება ადამიანს პრობლემა აქვს სუნთქვის და რაღაცა. აი სად ვახსენე ახლა რომ სუნთქვას და ცხვირის ოპერაცია იმის გამო რომ ჩემ ნათესავებსაც იმდენს აქვს გაკეთებული, ან ეს გამრუდება რო აქვს ან რაღაცა რომ ვიზუალურად არ ეტყობათ არაფერი, მაგრამ ვერ სუნთქავენ და ეს ყველაფერი გულზე და იმაზე აისახება წნევაზე, არითმიაზე და რაღაცაზე. მაგაზე ვამბობ, იმიტომ რომ მაგაზე გამომიხდა ერთხელ ერთი. არა, უბრალოდ აი მარო აქვს მეც მინდაო. ხო და აი მაგარი რო აქვს და იმასაც რო უნდა ემგვანებიან ჩემ თემუს ინკუბატორში რო წიწლები ჩეკებიან ხოლმე აი მათ. ხო არის ეგრე? არის. ანუ რა მინდა კიდე ვთქვა რა, რომ ესე იგი რაც გადის დრო, საუკუნეები გვემატება თუ ემატება, ანუ ბუნებრივი სილამაზე, всё. რატო? 100 თავი ძალიან აღარ გავწელა ვიდეოს. 100 თავით მირჩევნია. აი რო შევხედავ, აი ხლა. რუსი მომღერალი როა, რა ქვია, რა ვიცი, მე რო დავიბადე, მაშინ იყო 80 წლისა. და შემირცხეს ქალობა, ჩემზე კარგი გამოიყურება. პუგაჩოვა. ეხა მითხარით. მილიონჯერ ლამაზია, ჯერ ისედაც ლამაზია ბაბო. ეთული. თუნდაც დარიკო, რომელსაც ცხოვრების ნაოჭი აქვს სახეზე.
აი ეს ნაოჭი უფრო ლამაზია, იმიტომ რომ იმას აქვს უხდება, ვიდრე პუგაჩოვას ცვილის სახე. კაი რა, ხო ხედავ, ვერ ემალებით ამ ღმერთ სასაკის გამო. თუ გონიათ რომ რაღაცა მოგიოთ, უიო, ეჟენის არ ხარ პასპორტშიო რაღაცა და დაგაბრუნებენ. არ არის ეგრე ხალხმა, აი ასაკობრივ ნაოჭს თავისი ხიბლი აქვს. იმას არ ვამბობ, რომ ქალმა არ უნდა მოუაროს სახის, ხო, ხა ძალიან ისე კი არ ვამბობ მართლა რა, სანამ ვიღაცა რამეს დაწერს, ბოლომდე მისმინებ. რატო? ყველაფერს უნდა იხმაროს, თუნდაც ის ნაოჭი საწინააღმდეგო, თუნდაც ის. იმიტომ რომ მოვლილ სახესაც ეტყობა და იმ მოვლილ ნაოჭსაც ეტყობა, რომ ადამიანი ცდილობს, რომ ის კი არა, რომ ასაკს დაემალოს, არა. ასაკის შესაბამისად ის ნაოჭიც ლამაზად გამოიყურებოდეს და რამდენი გინახიათ აი ცხოვრებისაგან მოტეხილი ხალხი ძნელი ცხოვრებისგან რომ აი სიტყვაზე 30 წლისა როა და 50 წლისას როგა, იმიტომ რომ ცხოვრებამ ასე გააკეთა. ხო და აი ხო უნდა ესეთებზე ხო არ არის რომ დაანებე თავი და მე რა 80-ისა გავდე თუ გინდა. არა. უნდა მოუარო თავს, უნდა მაქსიმალურად მიხვდე და პატივისცე თავს, მაგრამ ის მოვლა აკაი რა. ის მოვლა არ არის. ის იცი რა არის? აი სიკვდილი რომ მიაკითხავს და ტამე და ტააში წავიდეთ. ბახში რო დაემალება, ხო იცი კაცი? ტამე რას აკეთებ? ფაფასავ ტამო. ტამე და ტააში მივდივარ თუ სიკვდილი ეტყვის. აი ეგრე. ხო და ეხლა სანამ ვიდეო აიტვირთება, მე TikTok-ის ლაივს ჩავხდა. დავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და უთოებასაც დავიწყებ. რადგან 9 საათის მერე მოვალო ნინომ და მოგიტან შენ კუთვნილ ტორტს, რომელიც ხვალე უნდა წავიღო და 9 საათზე მომიწევს ყავის დალევა. გასაწევი. წავედი მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ხალხნებო. კარგად.